აბა ვინ უნდა გამოიძიოს ნაცებმა? დავაბრუნოთ ნაცები და გამოვაძიებინოთ? არა, ოცნებას ვინ უშლიდა გამოძიებაში. ხოცი თუ ხარ და გევასება ეს საგამოძიებო კომისია. არ უნდა კონდეს პრეტენზია ბიძინასთან, რომ 12 წელი ხელისუფლებაშია და უკვე მე-13 წავიდა და არ გამოიძია აქამდე. წულკიანია გამოძიებელი, თუ სოზარსუბალი, თუ ინჯიაშვილი. აი ესენი იძიებენ? თავის მოტყუების რა მასშტაბია უბრალოდ. პროკურატურა ყავს, სუსი ყავს, გამოიძიე. გამოძიება ხელისუფლების საქმეა ზოგადად. აი ხელისუფლება როცა არ იძიებს გაუღების პასუხისმგებლობას, მაშინ საპარლამენტო გამოძიება გჭირდება ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ფარგლებში. აი სრული აბსურდია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. აი თქვენ აიცი როგორ გატყუებენ, რომ აი თულად აღწერადია. ეს უპატივცემლობაც არის. დაცინვაა თქვენი, რასაც ეხა საგამოძიებო კომისიით ვითომ იძიებენ. იმიტომ რომ გამოეძიებინათ რაც უნდათ კაცო, დაედოთ დიდი დოკუმენტი მიშას დანაშაულების, რა ვიცი, გოგავას ტყუილების თუ რაც კიდათ ის გაეკეთებინათ. მერაბიშვილის ასეთის გაწყვეტილების, ისეთი გაწყვეტილების. ყველა ქალაქში ასული იყო და მოეყოლათ, იმედზე ელაპარაკათ. ვინ უშლიდა მე-13 წელი ხელისუფლებაში არის? და უბრალოდ ისევ რომ გამოაქლიავონ ხალხის ნამდვილეში, ცირკი მოაწყოს და უბრალოდ აი სანახაობა მისცეს ხალხს. და არ დაეშვათ ამ დონეზე რა, არ იყოთ ის ხალხი, ვისაც ასე პრიმიტიულად მართავენ. მეც კი არაფერს არ თხოვთ. არ კი მოგწონთ მიშა, ნუ მოგწონთ. მოგწონთ მიშა, მოგწონდეთ. მაგრამ უბრალოდ აი პრიმიტივები არ იყოთ რა, აი პრიმიტიულად არ იაზროვნოთ. ცოტა მეტი დაფიქრდით.